ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული. ქადაგება დიდმარხვის პირველი შვიდეულის ოთხშაბათს. ჩვენი უფალი და მაცხოვარი გვამცნებს, შეინანეთ რამე თუ მოახლებულ არ სასუფეველი ცათაი. მათე 3:2 ამ სიტყვებით ის ყველას მოუხმობს თავის სასუფეველში. ვისმინოთ ამ ნუგეშის მცემელი ხმისა და ვიჩქაროთ უფლისაკენ. ღმრთის სასუფეველი, რა დიდი სიკეთეა. სინანული კი რა ადვილი ხელმისაწვდომი და სწრაფმოქმედი საშუალება. განსაკუთრებით ამ დღეებში, როცა ცხოვრების წესიც საერთო ხმაც, მაგალითიც შემოსვლილი მობიერებით გამსრვალული სულის შემძვრელი ღმრთის მსახურებაც, ნების წინააღმდეგ მიგვზიდავენ ტირილისა და სინანულისკენ. მარხვის დაწყებამდე ყველიერის კვირას, ყველას ასწავლი და წმიდა მოციქული, აჰა ეს სერა, აწარს ჟამი იგი შეწყნარებისა. აჰა ეს სერა, აწარს დღე იგი ცხოვრებისა, 2 კორინთელთა 6:2. შეწყნარების ჟამია, რადგან ცოდვით დაბანკულ ადამიანს ასე ბევრჯერ არასდროს ესმის გამომაფხიზლებელი ხმობა, განიღვიძე რომელსა ეგეგწინავს და ახსდებ მკვდრეთით და განგანათლოს შენ ქრისტემან, როგორც ახლა. კარგად იქცევით ამ მოწოდებას რომ უსმენთ და გულმოდგინეთ აწყდებით სინანულის კარს. უფრო კადნიერად მიეახლეთ, ირეკეთ, ნუ დაცხრებით. გაგიღებთ მრავალმოწყალე, თქვენსკენ განიპყრობს ხელებს და თავის წიაღში შეგიწყნარებთ. მეტად უბრალო რამ არის სინანული, ერთი სულთქმა და სიტყვა, ვწოდეაც აღარ ვწოდავ, ოღონდ ამ სულთქმამ ზეცას უნდა მიაღწიოს, რათა ჩვენი მეუხი იყოს სიმართლის საყდრის წინაშე, და ამ სიტყვებმა ცხოვრების წიგნში უნდა აღხოცოს ყველა ნაწერი, რომლებშიც ჩვენი ცოდვებია აღნუსხული. როგორ შეიძენენ ისინი ასეთ ძალას? თავის დაუზოგავი განსჯითა და გულის მხურვალე შემუსვლით. აი სწორედ აქეთ მიმართეთ სინანულის მოშურნეობა, მოალბეთ და შემუსრეთ თქვენი გული და შემდეგ აღსარების დროს ნუ შეგრცხვებათ, განაცხადეთ ყოველივე, რაც გარცხვენთ ღვთისა და კაცის წინაშე. სულიერი მარხვის ცოდვისგან განშორების დროს ყველაზე დიდ სიძნელეთ სულიერ მოძღვართან გულის განცხადება გვესახება. არა და ეს ყველაფერზე მეტად უნდა გვახარებდეს იარებით დაფარულისთვის განასასეხარულო არ არის განკურნება, ყოველგვარი უწმინდურებით შეგინებულისთვის განბანა, ბორკილგაყრილისთვის განთავისუფლება. აი სწორედ ასეთი ძალა აქვს მღვდლის მიერ ცოდვების შენდობას აღსარებაზე, მოძღვართან მივდივართ დაწყლულებულები, შებილცულები, ბორკილგაყრილები, მისგან კი განკურნებულები, განწმენდილები, გათავისუფლებულები მოვდივართ. ასეთია უფლის აღთქმა, აღიარე მბრალნი შენი და განხმართლდე. უეჭველად განმართლდები, მაგრამ ჯერ შენი უსჯულოება აღიარე და უფარავად. იცოდე, მხოლოდ განცხადებული წყლული იკურნება, მხოლოდ გამჟღავნებული უწმინდურება განიბანება, მხოლოდ დაუფარავი ბორკილი იხსნება. გაფრთხილდი, ვინძლო უკურნებელი, განუბანელი და შეკრული არ წახვიდი ამ ქვეყნიდანიელი. მოქმედი აქ აღსარებაზე, უფალია. სულიერი მოძღვარი მისი წარმომადგენელია და მის სიტყვას წარმოთქვამს. უფალმა იცის შენი ცოდვები და შეუძლებელია შენს გონებაში არაცნობიერებდე მათ უფლის წინაშე. მაგრამ უფალს სურს იცოდეს, ამ ხელდი თავს ცოდვაში, თვით უფალი რომ იდგეს შენს წინაშე, თუ გულს ჩაიხშობდი ჩვენი პირველმშობლებივით. აი სწორედ ამიტომ დააწესა თავისი პირის გამოჩენა შენზე სულიერი მოძღვრის მეშვეობით, რომელიც შენს აღსარებას იღებს, და ამიტომაც დადო წესად, რომ მოძღვარი უფლის სახელით წარმოთქვამდეს შენდობის ლოცვასაც. ღმრთისამიერი დაწესების გამო უძლური ქმნილების მიერ დედამიწაზე წარმოთქმული ეს ლოცვა საღმრთო ძალით იბეჭდება ზეცაში. სულიერი მოძღვარი ამავე დროს სახეა მთელი კაცობრიობისა. ვისაც აღსარების დროს თავის მხილების არ ცხვენია, განიშოროს ეს სირცხვილი, რადგან ესაა შერცხვენის წილ, მცირედი კდემა ფიცხელი კდემის წილ, მაცხოვნებელი კდემა, გაუხარელი და უსარგებლო კდემის ნაცვლად. ოდესმე მთელი კაცობრიობის წინაშე გაცხადდება მთელი ჩვენი უკეთურება და ისეთი სირცხვილით დაგწვავს, რომ ჩვენ სიხარულით დავთანხმდებოდით, მთები გადმოგმხობოდა თავზე, ვიდრე ამ კდემის სიმწარე გვეგემა. აი დაგვიწესა კიდეც უფალმა ერთი კაცის წინაშე შერცხვენა, რათა გვიხსნას შერცხვენისგან მთელი კაცობრიობის წინაშე. ერთი დამღუპველი მზაკრობა გვაქვს გულში, ზოგჯერ ყველა ცოდვას ვაღიარებთ გულწრფელად, ერთი მთავარი ცოდვის გამოკლებით, იმისა, რომელიც ყველაზე მეტად განგვაქიქებს და სირცხვილით გვფარავს. უფრო ხშირად ხორციელი ცოდვა რჩება გაუმხელელი, თუმცა ნებისმიერმა ცოდვამ შეიძლება დაიკავოს მისი ადგილი. ვისაც ასეთი უძლურება სჭირს, მზადაა ყოველგვარი ღვაწლი იტვირთოს და ყოველგვარი სიკეთე ჰყოს, ოღონდ მისი საყვარელი სენი ხელუხლებელი დარჩესაია, უფალს კი ასეთი სჯული აქვს. არა მცე მოწყალება, უკეთ დარაწმინდებით შეიბილწები, ნუ იმარხავ, უკეთ უანგარებით შეიგინები, ნუ დაშვები ლოცვით, უკეთ უცუდმედიდობით ხარსნეული. დაფარული წყლული გაამჟღავნე, რათა განიკურნო და მისი საპირისპირო სათნოებით შეიმკო. ყოველო სულ შეიძინეს სურვილი, სძლიო თავს განსაკუთრებით იმაში, რაც ძლევას ეწინააღმდეგება.
სინანულის ეს უღირსი ნაყოფი აღსარებისთვის სათანადოდ მოუმზადებლობის შედეგია. აღსარებას წინ უძღვის სულის უცოდველად დაცვა, მარხვის განმარტოების, ვიძარებისა და ლოცვის ღვაწლი. ასეთი მკაცრი ცხოვრება სხეულის შემაჭირვებელი და შემმუსვრელი, იმისთვისაა დაწესებული, რომ ამ გარეგანღვაწლში გულის შემუსვლელება ჩაისახოს და სინანული დაიბადოსია. მკაცრი ცხოვრება სახელმძღვანელოსავით აუცილებელია, მაგრამ სინანულის გრძნობის გარეშე მიზანი არ აქვს და თავის მნიშვნელობას კარგავს. ვინც მხოლოდ გარეგნულად იმუსრავს თავს, მასზე ჯერ არ შეიძლება თქმა, რომ უკვე სრულყოფილი, შეუკდემელი აღსარების ძალა შესწევს, მაგრამ ვინც ამასთანავე შინაგანადაც იმუსრავს თავს, მისი აღსარება სუფთაა, სრულია და დაუფარავი. ვინც თავისი ცოდვა გააცნობიერა, მასში ბრალეულად ცნო თავი, იგლოვა და მოიძაგა, თავის გულში მან უკვე გულწრფელად თქვა ღვთისწინაშე, დამნაშავე ვარ. აღარ ვიზამ, ასეთი ადამიანი მზადაა, თუ გინდ მთელი ქვეყნის წინაშე თქვას აღსარება, არა თუ მხოლოდ სულიერი მოძღვრის წინაშე. აი სწორედ ეს არის სინანულის მარგებლობის ფესვი, გულის შემუსვრა ცოდვათა გამო, მათი მოძაგება, გულის შემუსვრელი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოფს. მაშ, მოალბე შენი გული, გაალღო შემუსვრით და თვითონვე ამოაფრქვევს ყოველგვარ არაწმინდებას, აღსარება კი ყველაფერს შეწყვავს კდემისა და ღვთისაგან შენდობის ცეცხლით. მტირალი და სალმობიერი გული სიბრძნეს შეიკრებს და მონანული ისწავლის, როგორ მოინანიოს ცოდვები, რათა სავსე მჭელეულებად მოიმკოს სინანულის ნაყოფი, არა მარტო შეწყალება და სრული მიტევება, არამედ აგრეთვე გულის სრული შეცვლა უკეთესობისაკენ და შემდგომად ამისა ცხოვრების წარმართება. ღრმად შემუსვლელი სრულად აღიარებს ცოდვებს და აღსარების შემდეგ სრულიად ახალ ადამიანად გვევლინება. გაიხსენეთ მარიამ მეგვიპტელის, თაისიას, ევდოკიას, მოსეშავის, დავითის, ავაზაკის და სხვათა მაგალითები. ამგვარი შეცვლა ინატროს ყოველმა მმარხველმა და ყველამ, ვინც აღსარებისთვის ემზადება. მონანულის სულის შემუსვლელება და აღსარება, შენდობის ლოცვის მეშვეობით, რომელსაც მოძღვარი უფლის სახელით წარმოთქვამს, საღმრთო და ადამიანურ სტიქიებს აერთებენ სინანულში და მათ მიერ ახალი ქმნილება იბადება, ისევე როგორც თავდაპირველად იშვა. ნათლობის ემბაზი დანიელი მრავალმოწყალე უფალმა დაე, ყველას გვაღირსოს, რომ სინანულის საექიმოდან ყველაფრისგან განკურნებულები გამოვიდეთ და სრულიად განახლდეს ჩვენი გულის ყველა გრძნობა და განწყობა, რათა ამიერიდან შევიყვაროთ ის, რის მიმართაც უწინ გულგრილები ვიყავით და მოვიძულოთ ის, რისკენაც ვისწრაფოდით, რათა მრისხანების ნაცვლად გვიყვარდეს სიმშვიდე, ამპარტავნების ნაცვლად სიმდაბლე, სიმთვრალის ნაცვლად სიფხიზლე, სიძვის ნაცვლად უბიწოება, შურის ნაცვლად კეთილმოსურნეობა, სიძულვილის ნაცვლად კეთილშემწყნარებლობა, სიძუნწის ნაცვლად გულუხობა, გემოთმოყვარების ნაცვლად თავშეკავება, სიზარმაცის ნაცვლად შრომის მოყვარეობა, გონება და ფანტულობის ნაცვლად დამჯდარი აზროვნება, მოჩხუბრობის ნაცვლად მშვიდობის მოყვარეობა, გაკილვისა და ცილისწამების ნაცვლად სიტყვატკბილობა და მოყვასის პატივის დაცვა. ერთი სიტყვით, ყოველგვარი მანკიერებისა და ვნების წილ შევიყვაროთ მათი საპირისპირო სათნოება და კეთილგანწყობა. ერთი წრფელი მონანული, რომელსაც აღსარების შემდეგ უწინდელი უწესო ცხოვრების მეგობრები ჩვეულებრალთა თავშესაქცევ შეკრებებზე იწვევდნენ, მტკიცედ ეუბნებოდა მათ, ის აღარ ვარ, ვინც ვიყავი. აი, ჩვენც ასე უნდა ვიყოთ მომართულნი სულიერი მარხვის ასპარეზის დასასრულს, რათა ჩვენი ჩვეულებნებები რომ აღეტყინებიან და დაკმაყოფილებას მოგთხოვენ, მთელი ჩვენი ძვალსისხლი ღაღადებდეს, ის აღარ ვართ, რაც უწინ ვიყავით. ასეც იქნება, თუ კი გავაცნობიერებთ ჩვენს ცოდვებს, თავს ბრალეულად ვცნობთ მათში, ვიგლოვებთ, მოვიძაგებთ, დაუფარავად ვაღიარებთ ჩვენი სულიერი მოძღვრის წინაშე და მტკიცე გადაწყვეტილებას დავიდებთ გულში, აღარ გავიმეოროთ ძველი ცოდვები. მაშინ ღმრთის ძალა ზეგარ დამოვა ჩვენზე და ქრისტე იესოს მიერ კეთილსაქმეთათვის შექმნილად გამოუჩნდებით და დაე, მათში ვიდოდეთ, ყოველგვარი ბოროტებისგან ზურგშექცეულნი. ამ იოანე 1865 წელი 17 თებერვალი. თარგმნა ია მელიქიძემ. წიგნიდან საუბრები ქრისტიანულ ცხოვრებაზე.